შორეულ დროს, როცა ქართლის მიწას ჯერ კიდევ ფარნავაზის მემკვიდრეობის მტვერი ედო, ერთი მეფე ამაყად დადგა მთების გულში. მეფე, რომლისთვისაც უცხო იყო შიში. იგი არ იჯდა ოქროს ტახტზე მშვიდად. მისი ტახტი ცხენის ზურგი იყო, მისი გვირგვინი კი მტვერში ამოსვრილი მუზარადი. მტერი მოდიოდა აღმოსავლეთიდანაც და დასავლეთიდანაც. ხან რომაელთა ლაშქარი ფარავდა ქართლის გორაკებს, ხან სპარსეთის მძვინვარე დროშები მოჩანდა ჰორიზონტზე. მაგრამ მეფე არასდროს ელოდა მათ ქალაქის კარიბჭესთან. ყოველთვის პირისპირ ეგებებოდა, ქარში აფრიალებული დროშით. თითქოს ამბობდა, ეს მიწა ქეთს არ მოიხრის, ეს ხალხი არ დანებდება. ამბობდნენ, რომ როცა მისი მახვილი გაიელვებდა მზის სხივზე, მტერი უკან იხევდა, რადგან ეგონათ, თავად ღმერთები იბრძოდნენ ქართლისთვის. როცა რომაელთა ლაშქარი გნეუს პომპეუსის მეთაურობით მდინარე არაქსს მოუახლოვდა, მეფე ცხენს მოახდა და მარტო გავარდა, სანამ მისმა მეომრებმა დადევნება მოასწრეს. მან გადალახა მდინარე და მტრის ბანაკში სხივივით შევარდა. ამბობენ, რომ იმ ღამით მთებში ნისლიც კი არ ჩამოწვა, თითქოს ბუნებასაც ეშინოდა და ეფარა ასეთი სიმამაცე. როცა მშვიდობა ჰქონდა, აშენებდა და აძლიერებდა ქალაქებს, აგებდა გზებს, აერთიანებდა სოფლებსა და დაბებს. ის თვლიდა, რომ მეფობა ძალა კი არა, ტკივილი სატანაა, როცა ყველა შენ გიყურებს, მაგრამ მხოლოდ ღმერთს ესმის, რამდენად გტკივა შენი ქვეყნის ბედი. მრავალი წელი გაატარა ბრძოლით, სიკეთითა და შეუპოვრობით. როცა უკვე ხმალი არ ჭრიდა, საქმეში დიპლომატია ჩართო და იმისთვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა, რომს საკუთარი შვილებიც კი გაუგზავნა მძევლებად. სამაგიეროდ ხალხს თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა. ალბათ ღირსია საუკუნეების მერე ვახსენოთ ამ დიდი მეფის სახელი. წარმოვთქვათ იგი კრძალვითა და სიამაყით. მისი სახელია არტაგი, ფარნავაზიანთა შთამომავალი. მეფე, რომელმაც ხმლით დაიცვა ქართლი და საკუთარი სისხლით გაამყარა მისი სული. თქვენ კი მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და გაავრცელეთ, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.